თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის ვლადიმერ გველესიანის, სერგო მეგრელიშვილის, ზურაბ ჭავჭანიძის, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, ლაშა ივანიძის, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მუმლაძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლეს. ჩვენების მიცემისას პატრულ ინსპექტორმა ნინო ჯიოშვილმა, რომელსაც საქმეში დაზარალებული სტატუსი აქვს, განაცხადა, რომ მარცხენა მუხლის სახსარში მეტალი მოხვდა. მოწმის თქმით, მას უშუალოდ კონკრეტული პიროვნება თუ ვინესროლა საგანი არ დაუნახავს. ადვოკატ გაგი მოსაშვილის კითხვაზე დაზიანდნენ თუ არა აქციის მონაწილეებს, პოლიციელმა უპასუხა, რომ არ იცის. კიდევ ერთ კითხვაზე გაიგონა თუ არა, რომ პოლიციელები აქციის მონაწილეებს აგინებდნენ, მოწმემ უპასუხა, რომ არ გაუგონია. დღეს ჟურნალისტებს ადვოკატებმა დაუდასტურეს, რომ 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი განმარტებით, რიგ შემთხვევაში ამის ინიციატორები ბრალდებულები იყვნენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი თავად პროკურატურა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენ ბრალდებულთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ლაპარაკება მიმდინარეობს და რა აზრი ექნებათ პატრიოტებს ამასთან დაკავშირებით შემდგომში მოგახსენებთ. ძალიან ბევრს აქვს, ძალიან მძიმე ავადმყოფობები, ანუ მათ შორის ჩემსას და თუ ეს იქნება, რა თქმა უნდა, უფრო იმის საშუალებას თუ მისცემს საპროცესო, რა ვთქვათ, გარეთ გამოვიდნენ, ალბათ ფიქრობ, რომ კარგი იქნება. მე ვიცავ ალექსანდრე ჩილაჩავას, როგორც ჩვენთვის ცნობილია, რამდენი ბრალდების მიმართ მართლა არსებობს შეთავაზება ბრალდების მხარის მიერ დაიდო საპროცესო შეთანხმება. ამაზე ალექსანდრე ჩილაჩავასთან მქონდა საუბარი და მისი პოზიცია ის, რომ ის არც ერთ შემთხვევაში არ ეთანხმება არავით არ დათანხმება არც ერთ შემოთავაზებას, როგორც სახითაც არ უნდა იყოს ის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ. პროკურატურა ბრალდებულებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას, ასევე ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ისინი 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს დააკავეს.